ამასობაში საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი საუბრობს საპოლიციო ძალების მხრიდან გაშიშვლების, დამცირების გამოცდილებაზე. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, როდესაც ღირსების აყრესა და დათრგუნვის ამ პრაქტიკას სახელმწიფო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე იყენებს. სწორედ ამ მუხლით იყო დაკავებული პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომელმაც იზოლატორიდან გაავრცელა წერილი, სადაც ის ამ საშინელ გამოცდილებაზე ხვებოდა. შეურაცხყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემინების წინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირენ ნინო ჩხარტეშვილს, სალომე ლაშხიას, იყო კიდევ ერთი. მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლელს. ზოგს ამაზე საუბრის ეშინი აქვს, ზოგს რცხვენია. ცხადია სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი, თუმცა აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა. დაწერა ელენე ხოშტარიამ, მის მონათხრობს მოჰყვა ნებათა ყელვა და სოლიდარობის სიტყვები. ეს ფონი კი კიდევ დაძაბა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამ, სადაც ეწერა თითქოს ხოშტარიას კანონსაწინააღმდეგო რაღაც ნივთიერება უპოვეს და დანიშნეს ექსპერტიზა. იმავე დღეს რამდენიმე საათში იზოლატორიდან ხოშტარია ისე გაათავისუფლეს, რომ ამ დრომდე სასამართლოც კი არ ჩაუნიშნათ. გაშიშვლების მანკიერი პრაქტიკა მხოლოდ ძალაუფლებისა და კონტროლის გამოვლენა არ არის. ასეთ დროს ადამიანი სრულად დაუცველი და ღირსება აყრილი რჩება. ამ ფორმას წამებასთანაც კი ათანაბრებენ. გაშიშვლება აკრძალულია გაეროს და ევროსაბჭოს სტანდარტებით. დღეს ამ ფაქტს გამოეხმაურა თეა წულუკიანი, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამოცდილებაში მას უწერია, რომ მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე. წულუკიანის განცხადებით, ელენე ხოშტარია იმ დროს წარსულში ჩაცმულ დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს. ეს განცხადება წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ხოშტარიამ თქვა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებმა დაზიანება მიაყენეს და სრულად გააშიშვლეს. ელენე ხოშტარიას ადვოკატი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი თეო ზაქარაშვილი უნდა ჩაგვერთოს პირდაპირ ეთერში, მას მივესალმები, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თეო, თუ გესმის უკვე ჩემი ხმა, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობ გადაცემაში. უპასუხებ ჩვენს შეკითხვებს. გითხარი პირველ რიგში, ხომ არ გვაქვს რაიმე სიახლე ელენე ხოშტარიას ამ საქმესთან დაკავშირებით? ამ ეტაპზე რაიმე სიახლე ელენე ხოშტარიას საქმესთან დაკავშირებით არ გვაქვს. ბოდიში ხდით ქუჩიდან მიწევს ჩართვა, რადგან კიდევ ეხლა უნდა ვნახო გელა ხასაია, რომელიც ასევე უკანონოდ დააკავეს დღეს რუსთაველზე და იზოლატორთან არ ამწუთას. ელენე ხოშტარიას საქმესთან დაკავშირებით არაფერი სიახლე არ არის. არ ჩანიშნულა პროცესი, არ გვაქვს რაიმე დოკუმენტები, რაიმე მასალების საქმესთან მიმართებით. ვიცით ის ფაქტები, რაც უკვე ითქვა და რაც უკვე დაიწერა, რომ ის მიმართ არა ადამიანურ დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობა ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია, ანუ როგორც ქართული კანონმდებლობით ჩვენს არც ისე კარგ სამართლებრივ რეგულაციებში წერია, რომ ეს დაუშვებელია და ასევე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები, კონვენციურად განსაზღვრულია და ასე შემდეგ. პრაქტიკულად თეა წულუკიანმა ირიბად დაადასტურა, რომ კი ეს პოლიტიკური დაკვეთაა და რომ სინამდვილეში სწორედ სახელმწიფო ცდილობს მსგავსი ფაქტებით და იყო შემთხვევები, როდესაც სხვა პირთა მიმართაც დაადასტურდა მსგავსი მოპყრობა, რაღაც სისტემური სახე მისცეს და დაამატოს იმ რეპრესიულ მექანიზმს, რა მექანიზმით ამწუთას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით თუ ჩვენ ვიცით რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც უკანონოდ ექცევე არის გამოყენებული სინდისის პატიმრების წინააღმდეგ. ეს არის სახელმწიფოს დღევანდელი სახელმწიფოს პრაქტიკულად ბრძოლის ხაზი და მექანიზმი, როგორ ცდილობს ის ადამიანების წინააღმდეგ მიმართოს თავისი რეპრესიული ძალა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი კიდევ უფრო გააუარესოს. თეო, მოდი მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რა იყო კონკრეტულად დარღვევა ხოშტარიას დაკავებიდან მის გათავისუფლებამდე და ხომ არ აპირებთ თქვენ საპასუხოდ მიმართოთ საგამოძიებო უწყებას თუ სასამართლოს, არ ვიცი, უჩივლოს ელენე ხოშტარიამ, ასე ვთქვათ, იზოლატორს. ფორმალურად, რადგან თქვენ ამბობთ, რომ ფორმალურია ეს პროცესი. კი, ფორმალურია ეს პროცესი. მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ ელენე ხოშტარია უკვე წლებია არ თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკულად ჩვენ არ გვინახავს დასჯილი არც ერთი მოძალადე და არ გვინახავს დასჯილი არც ერთი პირი, ვინც ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხს აგებს.
იდენტიფიცირებულია მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ასე შემდეგ, თუმცა სახელმწიფო არ რეაგირებს შესაბამისად ამ ფორმალიზმების გამოყენებას ელენე ხოშტარი ამ ეტაპზე არ აპირებს. რაც შეეხება დარღვევებს, დავიწყოთ იქედან, რომ საერთოდ მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით იყო დარღვევა. არანაირი საერთო და საფუძველი არ აქვს მას არც სამართლიანობასთან და არც რაიმე ნორმის სწორად გამოყენებასთან. ელენე ხოშტარია დააკავეს ზებრაზე, რუსთაველის პროსპექტზე, სადაც იმართებოდა საპროტესტო აქცია. ამის შემდგომ უკვე პირველი პრობლემური საკითხი და მისი უფლებების დარღვევა იყო პოლიციის განყოფილებაში, ის გადაიყვანეს ეგრეთ წოდებულ შუშებიანში, როგორც მას მოვიხსენიებთ ხოლმე. იქ იყო ფიზიკური ძალადობა მასზე და როგორც მან აღნიშნა და ჩემთანაც საუბარში დაადასტურა, რომ ყბის არეში და ასე შემდეგ სახის არეში, მათ შორის კბილები და ასე შემდეგ სხვადასხვა ნაწილის სახის ყბის სახსარი დაუზიანეს და ხელები შეუყრეს, როცა ამის საჭიროება არ იყო და სხვა ისეთი საკითხები, რაც იქ პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ელენე ხოშტარიამ უთხრა, რომ არ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და არ აღიარებს ამ ქმედებებს სამართლებრივად და ფიქრობს, რომ სახელმწიფო ყოველ ჯერზე არღვევს მისი და სხვა დაკავებულების უფლებებს. ამის შემდგომ უკვე იყო დროებითი მოთავსების იზოლატორი. თავიდან პროცედურები ისე მიმდინარეობდა, როგორც ეს კანონშია გაწერილი. თუმცა ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, რაც დამატებით მოიყვანეს სხვა პოლიციელი ქალები, ელენე ხოშტარიას ისევ ხელები შეუკრეს და იძულებით კი ბატონო, და ამის შესახებ დაწერა კიდეც. თეო, იცით, აი, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვაზე ვსვამ მკითხვას, აი, ასეთი ტიპის მძიმე დარღვევაზე, როდესაც არის ლაპარაკი ეროვნულ დონეზე, კონკრეტული ინსტანციების გავლის გარეშე, რთული იქნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა, იმისთვის, რომ სტრასბურგმა იმსჯელოს ამ საკითხზე. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ხომ არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება ხოშტარიას მხრიდან, ანუ გაშიშვლების ეპიზოდს გულისხმობ, რაც როგორც ჩანს, არაერთი შემთხვევა არის უკვე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მათ შორის ამ ნაწილში შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები და უკვე ქალბატონ ელენესთან შეთანხმებით იქნება ამ საკითხზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა მისი პოზიცია არის უცვლელი, ფორმალურად მხოლოდ მიმართვა სახელმწიფოსთან, თუ ის არ ემსახურება მაგალითად სტრასბურგის მიზნებს და არ იქნება გამოყენებული ამ კუთხით, ეროვნულ დონეზე ფიქრობს, რომ რეალური შედეგი არ აქვს არც ერთ მიმართვას და არ უნდა თანამშრომლობა არც ერთ უწყებასთან, რომელიც ფორმალურია მხოლოდ და კეთილი, ხო, თეო, აი იმ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების ფონზე მოულოდნელი იყო შემდეგ რამდენიმე საათში გათავისუფლება სასამართლოს ჩანიშვნის გარეშე. რითი ხსნით ამას, ან რითი ხსნის ქალბატონი ელენე? გექნებოდათ მასთან კომუნიკაცია? ხო, ეს ნაბიჯები გაუგებარია სამართლებრივად, დაწყებული პირველივე დაკავებიდან დამთავრებული მათ შორის რაღაც ექსპერტიზით, განცხადებით და პრაქტიკულად სახელმწიფომ ცადა, რომ თითქოს დაემართლებინა არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ასევე ირიბად დაადასტურა ფაქტები, რომელსაც ელენე ყვებოდა და ეს იყო უბრალოდ მცდელობა ამ კუთხით, რაიმე შეცვლილი იყო, თუმცა რეალურად რაიმე სამართლებრივი მექანიზმი ელენეს წინააღმდეგ გამოყენებული არ ყოფილა და ჩვენ და მოულოდნელად სახელმწიფომ გაათავისუფლა დაკავებიდან და პრაქტიკულად არ დაელოდა მისივე ექსპერტიზის დასწრა. თუ ესეთი რა თქმა უნდა საერთოდ არის. იმიტომ რომ ჩვენთვის რაიმე მასალა და დოკუმენტაცია ამასთან დაკავშირებით არ გადმოუწია. კეთილი. ბოლოს თეო გელახასაიასთან შედიხართ, როგორც ვიცით, გითხარით გელახასაიას ეპიზოდზეც რა იყო აქაც ნიშანდობლივი და საყურადღებო, როგორც ვიცით, მას ჯერ უთხრეს, რომ იდენტიფიცირებისთვის გადაყავდათ და შემდეგ აღმოჩნდა, რომ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დიახ, გელახასაიასთან მიმართებითაც ჩვენთვის წარმოუდგენელია პრაქტიკულად სახელმწიფო ცდილობს, რომ ძალადობის მექანიზმი და ის რეპრესია, რაც აქვს გამოიყენოს, თუ იმისთვის დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რომ მისი პიროვნება დაედგინათ, მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო 173 მუხლის გამოყენება და შემდგომ დროებით მოთავსების იზოლატორში გადაყვანა. ამიტომ ეს ყველაფერი ჯამში უბრალოდ იმ რეპრესიის გაგრძელება, რასაც უკვე წლებია ვხედავთ და პრაქტიკულად გელახასაიასთან მიმართებით უბრალოდ სახელმწიფო ფიქრობს, რომ უნდა დასაჯოს
და გამოიყენოს მათ შორის დროებით გადაყვანა, დროებით მოთავსების izolatorში. თუ მისი პიროვნების დადგენა იყო მიზანი, რასაც თავდაპირველად და მათ შორის მისი ჩანთის ზედაპირული დათვალიერება თუ დათვალიერება ზოგადად, ამის საფუძველი და ყველანაირი სამართლებრივი შინაარსი, მას შემდეგ რაც გადაიყვანეს დროებით მოთავსების უпростоრად პოლიციის განყოფილებაში, ეს ამოწურული იყო. მისი გადაყვანა დროებით მოთავსების izolatorში და 173 მუხლის, როგორც ვიცით, ეს მუხლია გამოყენებული, აი ეს უკვე მთლიანად გაცდენილია სამართლებრივ ფარგლებს და ჩარჩოებს და უბრალოდ ჩვენ სამწუხაროდ უკვე ძალიან ბევრი ესეთი ფაქტი გვაქვს, რომ თუ პოლიციელს სურს, მას შეუძლია უბრალოდ დაგვაკაოს და გადაგვიყვანოს დროებით მოთავსების izolatorში და შემდგომ უკვე სასამართლო, ისე რომ არც იკითხავს რეალურად რა მოხდა, შეასრულებს სახელმწიფოს დაკვეთას. ეს არის მთელი სცენარი, რომელსაც უკვე წლებია ვხედავთ. მადლობა. თეო, მადლობა და კიდევ ერთხელ მინდა მიგაბრუნოთ თქვენ და დასაწყისში ახსენეთ, რომ თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება პოლიტიკურ მოტივაციას ადასტურებსო. აი უთხარით მაყურებელს, რას გულისხმობთ ამაში, რა ადასტურებს პოლიტიკურ მოტივაციას? მე გავახსენებ მაყურებელს, წულუკიანმა თქვა, რომ 2024 წლიდან ხოშტარია იმ დროს ჩაცმულ დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, ის საუბრობდა წინა ხელისუფლებაზე. დიახ, პრაქტიკულად ეს არის თია წულუკიანის მინიშნება, რომ კი ახლა აღარ არის ჩაცმულ დახურული და სახელმწიფო სურვილს ამჟღავნებს, რომ ეს მოპყრობა იყო პოლიტიკური მოპყრობა და მას სამართლებრივ შინაარსთან რაიმე მნიშვნელოვანი და არც ზედაპირული კავშირი არ ჰქონია და რომ სახელმწიფოს სურს მსგავსად მოექცეს ადამიანებს, მათ შორის პოლიტიკოსებს და მათ შორის ნებისმიერ სხვა პირს, ხაზგასმით იმის აღნიშვნა მისგან მაღალი ტრიბუნიდან, რომ იმ დროს ჩაცმულ დახურული ჩვენთვის აღიქმება როგორც პრაქტიკულად დაკვეთა სახელმწიფოსი და მინიშნება და გამჟღავნება სახელმწიფოს სურვილის, რომ მსგავსი საკითხები გამოიყენოს მათ შორის პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის და არა რაიმე სამართლებრივი მექანიზმისთვის. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.